სერიალის პილოტი დადეთ. ანუ ეს თემა რატო შეარჩიეთ? მამაოს პერსონაჟს გულისხმობ? ხო. რეალურად ანუ ჩვენ მამაოს პერსონაჟი, იმიტომ არ შეგვირჩევია რომ გძელი წვერი აქვს რა. სხვათა შორის ხალხო გეტყვით რომ რაღაც მონაკვეთები ამოჭრეს. ხო, ეს იყო 10% პირველი სერიის. კაცები გადავკრა. გადაკარი და დაგაწევ კითხვას. საერთო კაცი რატო არ მოგწონს? ბიჭო რანაირია ხო ეს? აი ეს მაღაზია, ეს არის ხვარძლიანი. ესა? კი, ამას შური ჭამს შიგნიდან. ეს დაიშლება მაგრამ. არა ბიჭო. წერი გაწვიდეო. გადაწყვეტილებებს თუ ნანობთ ხოლმე? და ბევრი მაქვს ეგეთი და მაგასო გადავყევი, ასე გადავარდები ამ სკამით. ნახე, და ვიждეთ ჯობია. კი ბატონო. წნევა გაგდებები გახერგებს წერს. მოგესალმებით მეგობრებო, ეს გადაცემა დიდი კვიზია, მე კი გიორგი კოკაია ვარ. დღეს ჩვენი სტუმარია და ჩემი სტუმარია, ჩემი მეგობრები, ჩემი ბავშვობის ვაკაცები, ღამის სარდაფი. როგორ ძარდები? მოგესალმები გიო, მივესალმები შენ გამომწერებს. კი ბატონო, შენ გამომწერებსაც და თქვენ გამომწერებსაც. რამდენი გამომწერი გყავთ ახლა? 74,000 გახდება სანამ აქედან წავალთ. აუ, ძალიან კარგია. ისე მალე ახვედით. კი, თავიდან ძალიან მალე ავედი. პერიოდებია რა ეგეთი თვითონ. ნუ თავიდან მალე მიდის, მერე შენელდება, მერე ისე მალე მიდის და ისე როცა ნელდება, მაშინ მუღამი არ გიარგებოდა? სეზონური საქმეა YouTube-ზე თუმცა. სეზონური საქმე. მე ერთი ბათუმში ბინა უნდა ქონდეს ზაფხულისთვის და მერე დაარჩენ YouTube-ი რა. და ერთი არხი. ერთი არხი. 19 წელია ერთმანეთს ვიცნობთ. იფიქრებდით რომ ესეთ ფორმატში შევხვდებოდით ერთმანეთს? რას ოდეს? ამ 19 წლის განმავლობაში შეიძლება ბოლო 2 წელი. არა, ბოლო 2 არა, დაჟე ბოლო 5 წელი მეფიქრა, მაგრამ. იქამდე? დანარჩენი 14 ვერა. იქამდე ხარ რას ვაკეთებდი? შენ ჭიდაობდი? მე ცოტა გვიან შემოვედი შენ ცხოვრებაში 7 წლიდან ეს მე რაღაც ალბათ 10 წელი იქნება. ხო. ანუ მეტი იქნება. მე? არა. ხო, გადე ჩვენც აყვავდით ერთად. ეს ჭიდაობდა ეს სამასად გავიცნო. მე სხვა გზით დავდიოდი. კაი, დავიწყოთ პირდაპირ კითხვები. არა, ჯერ ცოტა ხანი გამიხურდა. კაი, მოკლედ, წარმატებული იუთუბერები ხართ. ხო? თქვენი აზრით შემთხვევით გახდით წარმატებულები? არაფერი არ ხდება ისე, შემთხვევით. ხო, კი ბატონო. შემთხვევით არ გამხდარ ვართ. ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ შემთხვევით ნაღდად არ გამხდარ. ხო, მე ვიცი ყველაფერი თქვენი გზა გავლილი, უბრალოდ ვფიქრობ მაყურებლებს. ხო, იმიტომ რომ სანამ დავიწყებდით რა ამ ყველაფერს მეც და გადესაც გქონდა დაახლოებით წარმოდგენილი რა როგორ უნდა გაგვეკეთებინა რომ ის მიგვეღო რაც გვინდოდა რა. ხო. თავიდან დავწერეთ გეგმა რა, თუ ამა და ამას გავაკეთებთ, ამდენ გამომწერზე ავალთ. მერე გადავალთ სხვა პლატფორმაზე, ამას თუ გავაკეთებთ, ეს ამდენ გამომწერს მოგვიტანს დაახლოებით რა. ვაკვირდებოდით როგორ მუშაობს ეს პლატფორმა. ამბავი წარმატებული იუთუბერები რას როგორ აკეთებენ. მე მახსოვს სახელი როგორ დაარქვით გადაცემას. ღამის სარდაფი? კი. სადვართო და სარდაფშიო და ფულის იყო ეგ რა. კორონას პერიოდი იყო. თუ არა სარდაფი. თაგვიდარბოდა ჩვენს გადასაღებ მოედანზე და თაგვ უფრო მეტი უფლება გქონდა იმ ტერიტორიაზე ვიდრე ჩვენ სადაც ვიყავით. ხო და სახელი მარტივად გამოვიდა. ყველაზე დიდი მადლობა ვისურვო დღეს წარმატებულებს. ჯევოსელს რა. ჯევოსელს. შეიძლება ლაზეთ რაღაცეებს. არა, შეიძლება თუ რამე თუ. ყველაზე დიდი მადლობა წარუმატებლობას გიო რომ წარმატებულები ვართ. იმიტომ რომ როგორ კარგად იმასკენი გამომარჯოს რა. გამომარჯოს. აუ მე რა მახსოვს იცი? არ ვიცი ხა თუ გიათ მე ამოვჭრიე მას მაგრამ თქვენ რომ კამერის ამბებზე რო ჩალიჩობდით რა და შენ როგორც ვითომ მუშარო იყავი. და აპარატურები რო ჩადე იმის სამუშაოს წესხი რო აიღე და მაგით რო იყიდე პირველი კამერა. იყიდეთ. პირველი აპარატურა ყველა ჩემი არ იყო. რაღაცა ნაწილი იყო. აპარატურა ვითხოვეთ. სადინები ამნაირი მუშა აპარატურა თხოვლოს, ხე ინსტრუმენტს რო თხოვლოს. დაჟე ეგეც არ იყო ჩვენი. ინსტრუმენტი თუ ვარგა კაცი არ ხარ. პირველი საკუთარი კამერა რო შეგვეძინა, მეზობელს გამოვართვით, სამუშაო ინსტრუმენტები რემონტებს აკეთებდა მეზობელი და ის რა ქვია მაგას ბარგალკა რაღაცა ლაზერი, რაღაცები, ლაზერია, დავალაგეთ ყველა ეს ერთ ოთახში და ამაზე ვმუშაობთ ვერტიფერ რემონტებზე და მე მოვიდნენ ბანკიდან, გადავუღეს სურათები, მოგცეს ესხი და
ვიყიდეთ პირველი კამერა. თან მეზობელს ანაირი ინსტრუმენტები ქონდა, იცით, მაგრამ პროსტა უყრია რა იმ. უყრია რა უდებს დალაგებულია. 1000 ლარად ვიყიდეთ. გეცოდინება. არიღენებს, კაროჩე და შენი ნაკონი კამერა ვიყიდეთ. ოღონდ ჩემგან არ გიგებია. შენგან არა, ანუ შენს გქონდა კამერა. ეს ხოვლობდი მაგ კამერას. ხო. 6300. აი 6300. 300-ით სხვათაშორის გავარემონტე და 1500 ლარად გავყიდებოდ. მოუგო. ესეც წარმატება იყო. ახალგაზრდულ წლებს სწორად იყენებთ? ცდილობთ, ყოველ შემთხვევაში და ვფიქრობ, რომ სწორად ვიყენებთ. რომ 25 წელში დაგვიზრიეს ეგეთას და მაშინ კი პასუხებს გამოვიყენეთ თუ არა. საიდან სადამდე ითვლება მაინც ახალგაზრდული წლები? ალბათ აი რო ჩავაბარეთ. გული არ ვერდება. 18 წლიდან? 18 წელს რო ჩავაბარეთ უნივერსიტეტში. ეპოთიდან რო გადმოვედით და 18 წლიდან 44 კვადრატში რო ცხოვრობდით ერთად იმ პერიოდში. ჩაბარებას სწორად გამოყენებულს ვერ დავარქმევ. რო ჩაბარე უნივერსიტეტში რატო? რაღაცა ხო ჩაბარე გვია, მაგას გიორგი. ისე თუ დრო არ გაფლანგე და რაღაცები არ ნახე, იმასაც ვერ მიხვდები დროს სწორად იყენებ თუ არ იყენებ რა. რაღაცები აუცილებლად არასწორად უნდა გააკეთო, რომ ანუ სავალდებულო კი არა, რომ არასწორად გააკეთო რაღაცები, მაგრამ ფიზიკურად ყველაფერს იდეალურად ვერ იზავ, როცა გამოცდილება არ გაქვს არაფრის. ცხოვრებაში რასაც აკეთებ, ყველაფერს ხო პირველად აკეთებ თავიდან. ამაში დრო იკარგება. ის ფრაზა რო არის. ეს დრო რაც არის დასაკარგი უკვე უნდა დაკარგო. და მერე უნდა გამოიყენო ხარისხიანად და რაღაც ნაწილი დასაკარგი დროის უკვე დავკარგე პირადად მე. და ეხლა ვცდილობ რომ ხარისხიანად გამოვიყენო. ხო, დასაკარგი კიდე ბევრია, ეხლა რა თქმა უნდა, რამდენი სისწავლე, რამდენი შეცდომა, ასე შემდეგ გამოცდილება, მაგრამ ძირითადად ხო და ბეისიკები დავკარგე რა. ჩემი მოგონილი მგონია ის ფრაზა. უნივერსიტეტში ვისწავლე რომ იქ არ უნდა ვისწავლო. რა ისწავლე, როდის იყავი უნივერსიტეტში? მაგას რო არ უნდა ვისწავლო. მე ხო ვიცი რა, კი. მე ხომ ვერ მომატყუებ, ხო? ისე კულტურული შოკი. თან მე რა მახსოვს უნივერსიტეტში. ასუხებს რო ველოდებოდით რა თქვენსაც და გუშამ რო გრანტი აიღო რა და всё გუშამ დავცხებ უნივერსიტეტში ვისწავლი რაღაცა და მე მაგრამ წვიმონ დაცხო და ვერ დავიდა უნივერსიტეტში გუშამ. არა მე მივიღე კულტურული შოკი რაზეც მაგრამ ძალიან ადრე მქონდა ლექციები და 8 საათზე მიწევდა გაღვიძება რა და მე ვთქვი აბა სკოლას რომ მორჩებით და მე წამოვაო ყველაფერიო ისო და დაბისვენებო და ეხა 8 საათზე თუ გავიღვიძენ რას დაბისვენებო? ხო არა ისედაც მივხვდი მე რომ უნივერსიტეტი არ იყო ჩემი საქმე. ხო ხო ანუ ვისწავლე როგორ ვიცი რომ ისწავლე ხო ვისწავლე ერთში მეორეში მესამეში მაგრამ თანდათან რაც უფრო მეტ სწავლობდი ხვდებოდი რომ რასაც სწავლობდი საერთოდ არ მაინტერესებდა რა. შენ რა დაამთავრე? მედია ტექნოლოგიები და ბიზნესი. შენ რა ჩავაბარე? მე რა ჩავაბარე? მათემატიკა რო ჩავაბარე მახსოვს. მათემატიკაზე ჩავაბარე. ვერ ჩავაბარე. ვერ ჩავაბარე ხო? აპა რა დრით ჩავაბარე? გეოგრაფიით. მათემატიკა ჩავარა მეორე მცდელობით. აჰა. ასეთი ვარიანტია. გამახსენდა. დამთავრებული არაფერი არ მაქვს. დამთავრებული მაქვს ერთი ელექტროობის მესამე თანრიგის ელექტრიკოსი ვარ. ვიცი შენ თან გაფიწყდება ეს რა. კი ბატონო. თან გაგადგება ისე განათებებს აწყობს გიჟივით. კი მახსოვს იქაც ხო აწყობდა ხოლმე. ნარჩენები რომ მქონდა და რო არ წყობდა. მიეცი ორი კაბელი ამ კაცს და გაანალიზა. YouTube-ზე წარმატების ფორმულა რა არის? რთული შეკითხვა. აი თქვენ შემთხვევაში არის აპრობირებული. არა, უფრო პასუხი აქვს. გასაკეთებელია რთული ჩემი აზრით. YouTube-ზე რავი წარმატების ფორმულა ძალიან მარტივია. უბრალოდ უნდა გააკეთო ბევრი. და არ უნდა დაგეზაროს. შეიძლება ცუდს აკეთებდე, ტრეშს აკეთებდე, კრინჯობას აკეთებდე. მაგას ხო არ აქვს მნიშვნელობა თუ კიდე რა. თუ კიდე ხო არ აქვს მაგას მნიშვნელობა. რას აკეთებ? ნუ ხო. განსხვავება რაშია, იცი? ზოგი აკეთებს კრინჯობას და ტრეშს გამიზნულად და ზოგს გონია რომ აკეთებს კარგს და გამოდის კრინჯობა და ტრეში და ეხა ის ტიპები ვინც სპეციალურად აკეთებენ კრინჯს და ტრეშს უფრო წინ არიან ვიდრე ვისაც გონია რომ კარგს აკეთებს და ტრეში გამოდის სინამდვილეში. არ უნდა გაჩერდე რა, ბევრი უნდა გააკეთო. რაც უფრო ცუდს გააკეთებ, ეგეც არ არის ცუდი რა, იმიტომ რომ თან YouTube-ი როგორი პლატფორმაა, პორტფოლიოსავით გაქვს ყველაფერი, რაც კი ოდესმე გიმუშავია რა. კი ბატონო. და უყურებ ყველაფერს. შეგიძლია პირველი ვიდეოდან დაიწყო ყველაფერი და შენს ყველა ვიდეოს რო უყურებ, უკვე გამოცდილებას იძენ შენი თავიდან რა. თან ხედავ როგორ განვითარდება. გინდა არ გინდა განვითარდება. ზოგ ვიდეოს უყურებთ? მე არ შემიძლია ხოლმე.
ან საკუთარ შემიძლია, მაგრამ ბაძალებ თავს. ხო, აი რაღაცა იტანჯები შიგნიდან მაგ დროს. მე ვუყურებ, კი. ზოგადად მეცნიერმა ხოლმე ისე რაღაცა. ხო, გაცინებით გაგესინება, მაგრამ შეიძლება იმას გაგესინოს, აუ რა ისულელეო? კი. ვიდეოს სანამ დადებთ ხოლმე ვინმე საჩვენებს თუ ვინ უყურებს, რომელი ესეთი აი დამონტაჟდება და ორივე ერთად? ძირითადად ჩვენ ვუყურებთ, დავამონტაჟებთ და მე ვუყურებთ და თუ ვიხალისეთ, კარგია ესე იგი და თუ ვერ ვიხალისეთ, ჩვენ თვითონვე ესე იგი დადებამდე შენ თვითონვე რო არ მოგწონს ვიდეო, ეგეთ შემთხვევა თუ გქონიათ რა? კი, როგორ არის? და მაინც დაგიდია. არ დამიდია. არა? არ დამიდია. მე თუ ვერ ვიხალისე ჩემ ვიდეოზე, არ დავდებ რა. ეხა YouTube-ზე რასაც ვაკვირდები ხოლმე, ბევრი YouTube-არხი იპარავს კონტენტს. ტეხავს ეგ თუ არა? აბა, საერთოდ არ ტეხავს. და გეტყვი რატო არ ტეხავს? იმიტომ რომ არ არსებობს კონტენტი, რომელიც ვიღაცას არ გადაუღია ალბათ. ანუ ხო, YouTube-ი რამხელა პლატფორმაა, რამდენი YouTuber-ი არსებობს. ანუ შენ რო რაღაც ექსკლუზიური მოიფიქრო, ხო? ვიღაცა სადღაც მაინც აქვს გადაღებული, უბრალოდ შენ არ იცი. აი, წარმოიდგინე როგორც ზიან აქ და ფიქრობენ ტიპები, რომ აუ რა გადავიღო და რაღაც ახალი უნდა მოვიფიქრო. ის ეზის მილიონი ადამიანი. ჩინეთში წარმოიდგინე რამდენი ადამიანია. ხო, კი ბატონო. მაგრამ საქართველოში უფრო აქტუალურია რა, ერთმანეთს ერთნაირ კონტენტს ვინც იღებს, შევწრები ვარ და ყოფილა შემთხვევები რომ შენ მომპარე და ამ კონტენტს მე ვაკეთებ და რას ნიშნავს შენ აკეთებ. საიღე და მეც ავიღე, ხო. კი, მეც შეხვედრილ ვარ მსგავს. ეს არის სისულელი. ძირითადად მამოძრავებელი ძალა მისტერ ბისტია ჩვენთან საქართველოში. მე რასაც უყურებ? ხო რა, მისტერ ბისტ ძირითადად აი ყველაზე დიდი შეცდომა მაგაზე გამახსენდა მიმბაძველობა რა YouTube-ში. ანუ თუ ფიქრობ რომ ვიღაც წარმატებულია და დაიწყებს ზუსტად ისეთი ვიდეოების გადაღებას, უკვე მან დიჭრები რა, იმიტომ რომ შენი ნიშა უნდა გქონდეს რა. ის იმიტომაც წარმატებული რომ როგორიც არის ისეთი აინტერესებს ხალხს რა. და შენ თუ იმას მიბაძე, იმას შენ კი არ აინტერესებ, ყავს უკვე ისეთი, ვისაც ბაზავ და პირდაპირ იმას უყურებ, შენ რატო გიყუროს. მაგრამ გემოვნების ამბავი ცოტა ისეთია, რა ქვია, მაყურებლებში რა. ანუ მაგარი გემოვნებიანი მაყურებელი ყავს YouTube-ს, მაგრამ არის ბევრი უგემოვნო მაყურებელი, რომელსაც რაც არ უნდა მიაწოდო, უყურებს ყველაფერს რა. შენ YouTube-ერებთან გქონიათ შეხება თქვენს ახლა YouTube-ერები ხართ და ქართველი YouTube-ერებს ყველაზე არ მოხდა თქმა უნდა საუბარი. თქვენი აზრით ერთმანეთის წარმატება უხარიათ? ზოგი არის, რომელსაც უხარია, ზოგი შევხედრება, რომელსაც არ უხარია, მაგრამ თავს იტანჯავს. კი. რო იტანჯება ტიპი რომ რაღაცას გეუბნება და ვითომ უხარია, ხო, შეატყობ რომ. კი, ბეთქობა, თვალებში ეტყობათ ხოლმე. ხო რა, თვალებში ქცევაზე ყველაფერზე. ჩვენ ცოტა ფსიქოლოგებიც ვართ, გიორგი. ხო. მე ორივენაირ YouTuber-ებს შეხვედრე. ორივე კატეგორიას შევხვდი და მართლა არიან ისეთი YouTuber-ები, აი გვერდში რო დაგიდგებიან, სწორად გასწავლიან რაღაცებს, რჩევებს მოგცემენ და ბევრი YouTuber-ისგან ისეთი საპორტი მიმიღია, რომ არ ველოდებოდი რა. ანუ ყველაფერში მაგალითად ჩვენ ფოჩი ვაკეთებდით კონტენტს და ისეთი საპორტის მიმიღია, რომ სტუდიასაც გვითმობდნენ, ანუ სტუდიაში იცხოვრეთ თუ გინდათ ოღონდ გააკეთეთ თქვენი საქმე და ესეთი ჯიგრული საპორტის მიმიღია, მაგრამ რა თქმა უნდა არსებობენ მეორე კატეგორია ჩურიანები. ცუდი ყველგან არის. მაგრამ მე რა დავამუღამე გეტყვი ახლა პირდაპირ. ისე არ მისაუბრი ამაზე რა საჯაროდ. YouTube-ზე არის რაღაც ჩაკეტილი წრე. ჩაკეტილი წრე? კუტოკი. ხო, რაღაც ვიღაც YouTuber-ები არიან, რომ ერთად მოძრაობენ და სხვაგან არ მოძრაობენ. ყველგანაა და YouTube-ი რა გამონაკლისი იქნება. ხო, მაგრამ YouTube-ი თვითონ ხო იძახის, რომ ჩვენ რაღაცა ღია ვართ, რაღაცა ესე ვართ და ტრაფარეტული დადებები. და მე საქმესა რომ მივა მქონია მე შემთხვევა და დარწმუნებული ვარ თქვენც. რატო იქცევიან ეგრე შენი აზრით, ან რატო ერთი სასტავით, ესე ვთქვა, ჟარგონულად. ჩემი აზრით უყურე ხა რა ხდება YouTube-ზე, ნუ ძირითად შემთხვევას ვიძახი ხა ყველაზე და ყველაფერზე არ საუბრობ რა თქმა უნდა და სახელებსაც ხა არ ვიტყვი. მაგრამ ფერებადაა ჩვეულებრივად დაყოფილი YouTube-იც და სპონსორებიც რა. ხო. არიან ყვითელი, ლურჯი და წითელი YouTuber-ები და არიან ამავე ფერის სპონსორებიც. მწვანეები არ არიან. მწვანეები არის ალბათ 1-5% რა. მე გავიგე. და არიან ზუსტად იგივე ფერის სპონსორები, რომლებიც გადანაწილებული არიან ერთმანეთში რა და ძირითადად ეს დიდი ძრავი მუშაობს რა. იქით ყვითელი მუშაობს, იქით ლურჯი მუშაობს, იქით წითელი მუშაობს და როგორც მუშაობენ არიან ძალიან კარგად, ხო ხდები რა.
და იქ სადღაც 5-9%-ში იქ მწვანე როა გარეული, ხოლმე ხარ ის მწვანე, რავი, მუშაობს, მწვანე ჭამს სხვა რა, ეგეთი თემა ხდება გია როგორც გია მოხდა ეგრე. ხო, ანუ ეგ არის მე პრობლემა. ის თემა კიდე რომ აი სასწავები და ეგ ეხა ლოგიკურია, მაგრამ უყურე რა მომენტი არ მისწორდება მე, ანუ იუთუბერია რა, ეხა მე იუთუბერებს უყურებ როგორც კოლეგებს რაღაცა community პატივისცემა ყველას მიმართ რაც არ უნდა კონტენტი არ მომწონდეს ტიპთან, შეიძლება უბრალოდ ხარდაჭერის და საპორტის პონჩი მივიდე რა და არ მისწორდება ის დამოკიდებულება იქ როგორ მიხვედი, აუ შენ იმასთან სტუმრად თუ მიხვედი значит გეტყვიან რომ შენ იმისიანი ხარ, ამასთან ანუ მე ეგეთ რაღაცები მკიდია, სადაც დამპატიჟებენ YouTube-ზე მით უმეტეს ვცდილობ რომ ყველგან მივიდე რა. და ჩემი სათქმელი ვთქვა, ან დავეხმარო კონტენტის კეთებაში, ან რაღაცა ისეთი გავაკეთო, რომ ვიდეო კარგი გამოუვიდეს რა. ხო და სამწუხაროდ იციან ესე თქვა, აუ ეს იქ იყო და იქ რა მიგიყვანა და ეგ ხო გოიმობა ჩემი. ეგ არის, რავი, კომპლექსებია ჩვეულებრივი, იმიტომ რომ ეშინია ტიპებს, რომ მე იქ თუ მივედი, ეხა ის იმას იტყვის, არა და კი უნდა გულში ძალიანაც იქ რომ მივიდეს. ეს რას იფიქრებს? ხო, რა და ეგეთ რაღაცები გუბავს რა ბავშვი ხალხს. იქ რას იფიქრებს. ხო. და არა ვარ მიკროს ამ პროექტზე რა. მაგრამ ამას ვამბობ, ეს კატეგორია არის უმეტესობაში არაა საბედნიეროდ ეს კატეგორია. კი, მაგრამ არიან დიდი გვერდებიც მე შემიმჩნევია. მე ჩემი პოზიციიდან ეგრე ვისაუბრებ. თქვენი გადმოსახედი გქონდა, ჩვენ ხშირად ვისაუბრე ამაზე. კაი ხალხს გამომარჯოს რა. არა პრობლემა. მომაწოდე ფუჟერი ლუკა. ლაშას არ უყვარს ალკოჰოლი. ლაშას უყვარს. ფოთის უბნის ლუდი. ქალები, რას იძახით? ქალები კი არა. ამას უნდა უყვარდეს ქალები. და კაცებიც. ადამიანები არიან, ბოლო. კაი, ქალებიც. შენთან მაქვს ხე ცოტა ესეთი ხო? კაცები გადაფკრა. მე გადაკარი და დაგაწევ კითხვას. საერთო კაცი რატო არ მოგწყოს? ბიჭო რანაირია ხო ეს? რატო არ მომწონს კაცი, არ მომწონს მისი დამოკიდებულება ალბათ ხალხთან. რა არის ეგ ხო ეგ მაინტერესებს. იმიტომ რომ მე შემხვდა რაღაც კომენტარები. არ ვიცი. ნამდვილად არ ვიცი, რატომ შეიძლება კონდეს ადამიანს ასე დამოკიდებულება, მაგრამ ხო ჩანს ეს. ეს გულის ხო? მე თუ ეს შენ ანუ დამოკიდებულება არ მომწონსო და რაღაც ქედმაღლური იუთუბერებთან მიმართებაში ამბობ კოლეგებთან? თუნდაც იუთუბერებთან. აი მაგალითად ბევრი იუთუბერი რო იცის და ეს ვინა ხო რა. მეც ჩამიგდეს, ხო იცი ეგ მონაკვეთი. ვინა? ჩვენც ხო ვიყავით. შენ თქვენზეც არ იცოდა ვითომ? გადაცემაში არა იცოდნით, როგორ არ იცოდა. და ისე არ მაინტერესებს თქვენს. აზარი არ გაინტერესებს, მეც არ მაინტერესებს. მარჩენ არ გვაინტერესებს. არა იქ საერთოდ არა საწყენი მე მაგალითად რომ ნახე რომ ჩვენზე თქვა რომ ესეო რაღაცაო საეჭოკას არ ვუყურებო თქვი შენ თუ რაღაცა და მაგაზე გააკეთა კომენტარი რომ ესეო ვერ განვითარდებითო თუ ვერ გაიზრდებითო თუ რაღაცა რა და ისი არ მიმიღია რომ აუ და რატო თქვა და აუ საეჭოკაცმა ჩემზე ეგ თქვა და ანუ თან ვიცი ეხა რომ დარწმუნებული ვარ ეხა ისი არ უთქვამთ რა ცუდი გულით და რაღაცა შურით და ის ჯერ ჩემი რატომ უნდა შურდეს საერთოდ არ ვიცი მაგრამ დარწმუნებული ვარ ისი არ უთქვი აი ხო ის გულით რო ხვარძლიანად პროსტა თქვა რა იმიტომ რომ ეგეთი ტიპია ალბათ რა და მე ესეთ რაღაცებს ძალიან ისი არ ვიღებ რა ქვია მაგალითად რომ აუ მაგანეს თქვა და რაღაცა პროსტა არ მომწონს ეს დამოკიდებულება ადამიანებს თორე ახლა პიროვნულად არავის არ ვეჭდას ხო ეგ ვიცი просто გამიჩნდა ეგ კითხვა და კითხე რა მე ვფიქრობ ბევრ ადამიანსაც გაუჩნდებოდა კაი მე მინდა ხა საუკეთესო თუ შეიძლება ესე დავარქვათ ყველაზე ისეთ მე ვფიქრობ რომ განვითარების ახალ ეტაპზე გადახვედით სერიალის პილოტი დადეთ რომელიც მე ძალიან მომეწონა და მე ვიცოდი ეგ სერიალი სხვათა შორის ხალხო გეტყვით რომ რაღაც მონაკვეთები ამოჭრეს იმიტომ რომ უფრო დიდი იყო ეგ სერია და 11 წუთი რო ვნახე მეთქი ოპა რა მოხდა აქ რაღაცების ამოჭრა მოგვიწია კი სერიალის თემა რატო ანუ ეს თემა რატო შეარჩიეთ რაზეც რითიც დაიწყო შეიძლება სხვანაირად განვითარდეს მაგრამ რა იყო ამის ცოტა თან სენსიტიური თემაა თუ პერსონაჟებს მამაოს პერსონაჟს გულის ხმობ ხო პირდაპირ არ მოგვერინდოს იმიტომ რომ პირველ რიგში როგორი თემა იცი ზოგადად მამაოს ქართულ
ტელევიზიაშიც და რავი, კინოსივრცეშიც და გახსენდება მამაოს პერსონაჟი რამდენი გახსენდება? ყველა უარყოფით იყო გახსენდება, რავი, ალბათ ყველას ვინც გახსენდება, ჩემი ცოლის და ქალებიდან გახსენდება უმეტესობა ცოტა შვილი, მანდაც უარყოფით კონტექსტში იყო კიდე მამა. ესეაში იყო კიდე უარყოფით კონტექსტში. კი, თითქმის ყველგან უარყოფით კონტექსტში იყო, რაც მინახავს სერიალები. კი, და რეალურად ანუ ჩვენ მამაოს პერსონაჟი, იმიტომ არ შეგვირჩევია რომ გძელი წვერი აქვს რა. იმიტომ შევარჩიეთ რომ არსებობს მამაოები, პირადად ვიცნობ მეც მაგალითად, ანუ და გვინდა დავანახოთ ადამიანებს, რომ მამაო არის ჩვეულებრივი ადამიანი, როგორც ხარ შენ. მამაოსაც აქვს ხუმრობის უფლება. და ასე შემდეგ ჩვეულებრივი ადამიანია რა და აი მაგალითად ხალხს ეგონა რომ დაიწერა ბევრი კომენტარი, 1000-მდე კომენტარი დაიწერა რა და ორი კომენტარი დაიწერა მარტო ნეგატიური, მაინდა-მაინც რას ხუმრობთო და ლაზღანდარობთო. ანუ ხალხს გონია რომ მამაომ თუ იხუმრობსო, იქ დაინგრა ყველა. ანუ მამაო ჩვეულებრივი ადამიანია, იხუმრებს, ანუ მაგრამ ყველაფერს თავისი ზომა, წონა, ფორმა აქვს და ვცდილობთ კაროჩე რომ დავანახოთ ხალხს ისეთი კუთხით ეს ყველაფერი რა კუთხითაც ვერ ხედავენ რა. ეხა მაგალითად ბევრი ვერ ხედავს, როგორც ბევრი ხედავს მამაო შეხვდება ქუჩაში, შეხვდება ტაძარში, ხო? ეხა ზოგი ვერც წარმოიდგენს რომ მამაო შეიძლება აბანოში შევიდეს. ეხა რა თქმა უნდა მაგის გადაღებას არ ვაპირებთ, ეხა როგორ ბანაობს მამა, მაგრამ ზოგი ვერც იფიქრებს. ჩვენ რო ქონდა მასწავლებელი ტუალეტიდან ისე გამოვი იყო. ხო, ჩვენ გვინდა გადავიღოთ ერთი ჩვეულებრივი კარგი კეთილი მამაო, მხიარული მამაო, თავისი ლამაზი ცხოვრებით, თავისი გაჭირვებებით, თავისი არაგაჭირვებებით და ყველაფრით რა. და დავანახოთ ხალხს უფრო კარგად და მიხვდნენ რომ მამაოც არის ჩვეულებრივი ადამიანი. თავარი სათქმელი ეგ იქნება თქვენი სერიალის ეგ უნდა მიგითხრათ. არა, თავარი სათქმელი ეს პერსონაჟის თავარი სათქმელია უბრალოდ რომ მამაოც მღვდელიც შეიძლება ხუმრობდეს და შეიძლება შეცოდოს არანაირი შარჟი და რაღაცა კონკრეტული მამაოს იმიტაცია და დაცინვა რა მსგავსი არაფერი არ დევს ამაში. ეს არის უბრალოდ კარგი მე ვიცოდი მამაოს პერსონაჟი. გაიგოს მაგითო კითხეთ ეს კითხვა. ხო, რაღაც მკითხე. კი არა და თავარი სათქმელი რა იქნება რა თქმა. ხო, სერიალი სხვათა შორის არა მარტო იუმორისტული და მძაფსიუჟეტიანი და ესეთი ამბავი არ იქნება. ვაპირებთ რომ დიდი მორალი ჩავდოთ ამაში. და გვინდა რომ რაღაცეებზე თან დავაფიქროთ ადამიანები, ცხოვრებისეულ რაღაცეებზე. თან გვინდა გავამხიარულოთ, გავაცინოთ და კარგი სანახაობაც მივცეთ და რავი, შიგადაში გავიგებთ ყველაფერს. ისე გამომწერებთ როგორი ურთიერთობა გაქვთ? გამომწერებთან ამხანაგული. ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს გამომწერებთან და სხვათა შორის ისეთი კარგი გამომწერები მყავს, რომ არც მეგონა რომ ეგეთი კარგი გამომწერები მყავდა. იმიტომ რომ საიდან გამომდინარე? ხო, აი მაგალითად შენთან ვისაუბრია, მქონდა სიტუაციები ისეთი ცხოვრებაში, რომ რამდენიმე გამომწერი ისე დამიდგა გვერდით, რომ ვერც კი წარმოვიდგენდი რა. მე რო გითხარი, ბიჭო ეგ ყოფილა გამომწერი. ხო, აი დეტალებს რო არ ჩაუვიმალოთ, მოკლედ ცუდი პერიოდი მქონდა და რავი, ერთ-ერთი გამომწერი ადგა და უანგაროდ გვარიც არ ვიცი, სახეზეც არ მყავს ნანახი, ადგა და ყველაფრის გარეშე დამეხმარა. თან როგორ დამეხმარა იცი? აი დახმარებაც არის და დახმარებაც. აი იმ გამომწერს გაუმარჯოს, ახლა დავლიოთ რა. და ყველას ბიჭო, ეგეთ გამომწერი რო ყავს, უკვე ისაა, რა ვთქვი. ანუ მან გრძნობ რომ ღირს რაღაცეები. ანუ გიყურებს, მე ყველას მაგრად რას ასწორებს ახლა თქვენ შემთხვევაში, რასაც უყურებ, მე კიდე არ მაქვს ეგეთი კონტენტი, მე მაინც ინტერვიუერი ვარ და ხო ხვდები რა. თქვენ შემთხვევაში რომ პირდაპირ კომუნიკაცია გაქვთ თქვენ გამომწერებთან, მაგარია რა და თან გამომწერი კი არა, მეგობარი ყოფილა რა, ბევრი მეგობარი, მე ვიცი ახლა რაზეც საუბრობს. ბევრი მეგობარი არ გაგიკეთებს ეგეთ საქმეს და სახელი არ ვიცით, მაგრამ იმ გამომწერს გავუმარჯოს. სახელი ვიცი მარტო, მაგრამ სახელის თქვაც ისეთი ამბავია. ნან რო ნახავს გავუხარდა. რას გეიგებს? კი ბატონო. გაუმარჯოს გამომწერებს. თან გამომწერები როგორ ყოველთვის არის რაღაცა ერთგული გამომწერების კონკრეტული რიცხვი რა. აი რაც არ უნდა დადო რაღაც რაოდენობა გიყურებს რა. ხო არის გამომწერები რომ მარტო დაჰაიპებულ კონტენტს უყურებენ რაც არის გამომწერები რასაც შექმნი უყურებენ გვერდში გიდგანენ და კომენტარებით მისი მთელი საპორტით ფიქსირდებიან. აი ეგეთი გამომწერებია სასწაულად დასაფასებელი. რა თქმა უნდა. სპონსორებს შევეხოთ.
რაღაცა ამ პრობლემას წააწყვეტ. სპონსორებს ჩვენ კი არ უნდა შევეხოთ, ჩვენ უნდა შეგვეხოთ სპონსორები ჩემი. მე მახსოვს ეს იქნება უკეთესი. ახალ წელს რო ვსვავდით თქვენთან ოფისში. ბედობას. რაღაცებზე საუბრობდით გეგმებზე და ჩემი დაბადების დღის მერე დამირეკა და სპონსორები გავიდნენ და მეთქი რა ხდება თმა. ყველა ულოცეთო? ხო, ყველა ულოცეთო ეს სამი სპონსორი იყო თუ ორი. და ხარი უნდა დაუჭიროთ, რა ვიცი, მე ვფიქრობ 3 დღეში რაც თქვენ ნახვადადეთ პირველი პილოტისთან 11 წუთიანის, რა ვიცი, ძალიან კარგი შედეგია. 10% პირველი სერიის. კი, და თავისი გამოხმაურები და თავის კომენტარები და ხალხის კომენტარები და რეაქციები რომ ნახე. ავი ეხლა ვფიქრობ, ეგ გამიხარდა ყველაზე მეტად, რომ დაგიჭირონ ხარი ამ 1000 კომენტარიდან რომ 2 ცუდი კომენტარი. ეგ მაგარი რამეა, ხო. აიწერება ეგ უკვე. ხო და მე რა მაინტერესებს ისი გასაგებია სპონსორების თემა, მაგრამ ისეთი კომპანია თუ არის ვინმე, ვის დასპონსორებას არ გინდათ. არა, კაცო. არა, კაცო. იხლი. ავი ეხლა მაინც კუბოების და იმების სუდარების კომპანია ნუ დაგვასპონსორებს. შეიძლება იყოს ალბათ არის. რაღაც იქნება რა, აი კონკრეტული ჩვენ თუ ყავს მე მითხარი და ასე გაკეთებ. არა. აი მაგალითად თაღლითი კომპანიები და რაღაც ესეთი. მაგალითად თაღლითი კომპანია გრიგოლეთში. ვაიმე. ერთი მაგარი კომპანია იყო, იმას გეტყვი თუ გინდა. ვინ? თუ დავადოთ. სარეკლამო კომპანიას არ ვიტყვი, ახლა ენერგეტიკული სასმელი იყო მოკლედ და მახსოვს, კი. ჩვენი სპონსორობა გვინდაო და 15 წუთიანი გადაცემა გვაქვს რა, ქრონომეტრაჟი გვაქვს, 15 წუთი უნდა იყოს, 15-დან 20 წუთამდე და ჩვენზე უნდა ილაპარაკოთო 10 წუთიო, 15 წუთიანი გადაცემა. თანხაო რამდენი იქნებაო? ამან უთხრა ერთ გადაცემაში 25000-იო. ხო, აბა ასე თქო და. ანუ ეხლა თავს ხო არ მოიტყუებ, ჩვენც ხო ვიცით რომ ენერგეტიკული სასმელი, აი თან ისეთი ენერგეტიკული ძალიყო, რომ კაიაო რო თქვა ხო. ხო, კაიაო ერთმანეთისგან ესენიც რაღაც 80 თეთრიანი ენერგეტიკული სასმელი იყო და 10 წუთი როგორ ვილაპარაკო მაგაზე რომ კაია. ხო, ის არის აბსურდი. თან ატყუებ. მან როგორ ახო ის თუ ჯერ არასაც ლაპარაკობ, ნახავს თუ ესაუბრები, არ ხარ წუდიტები და თუ ერთი საერთოდ ვარსკვლავი კომპანია გამოჩნდა, რეკლამა გავუკეთეთ და გაქრა. კი. გაიბწყინა ვარსკვლავი. დაიჭირეს. კი, კომპანიის უფროსი და აი გამიხარდა თქო არ ვიტყვი, მაგრამ ეგრე არ უნდა მოეცახალოს. კი ბატონო, უნდა. ხო, შეიძლება ისე გიკეთებ, რო კარგი ხარ. ფოტოზე მინდა რომ გკითხოთ. ფოტოზე მინდა რომ ჩვენ ფოტოზე მინდა რომ გკითხოთ. კითხე. რითი განსხვავდება? აი, თელი სამეგრელოსგან ფოთი. სხვა გვაქვს. სხვა გვაქვს? ვა, რითი განსხვავდება და რავი, ფოთი მაინც გურიასთან ყველაზე ახლოს. მე არაფერი არ გახსენდათ ამ კითხვაზე? ბიჭო. მე ხალხი მახსენდება? ხალხი ყველგან ხო, მაგრამ განსხვავებული ხალხი ყველგან კი ეძახიან ფოზე ესეთია, თბილია რა თქმა უნდა არის. მაგრამ სხვაგანაცაა თბილი ხალხი. სად? ყველგან. და საქართველოს ანუ ქართველები ვართ თბილი. რუსთავში არ არის თბილი ხალხი? კი, როგორ არ არის? მე ვადარ. სხვადასხვა ეგ ორი ქალაქი ძალიან გავს. აი, ქუთაისს ვიტყვი, ნებისმიერ ქალაქს ვიტყვი, ხონს ვიტყვი რა, ყველგანაა თბილი ხალხი. ხო, მაგრამ აი ფოთში რომ ჩადიხარ პირველი რა ის გეუფლება, ემოცია რა. სახში ხარ. მე ასეთი მეუფლება რომ სახში მოვედი. მაგრამ ასეთი მეუფლება რომ გადავალ თეკლაც, მაშინ სახში ვარ. ხო, ეგ კოკაიას ხეივანს რომ გავდივარ, უკვე ვიცი რომ სახში ვარ და კოკაიას ხეივანი სხვადასხვა ყველა უნდა ნახო. შენი არა ოღონის. ჩემი არა, მაგრამ ჩემის მის არის კაცო. შენი მოგვარის. მოგვარის და არა მარტო. აი, არ პატარა როა და აი გვინდა კაცო, გვინდა. და ყველა ერთმანეთს რო იცნობს, მაინც ჩემი აზრით ეგეც არის რა, მაგიტოა სხვანაირი სიყვარული, რომ ერთი ბეწო ქალაქია და ყველას იცნობს და ყველა ერთმანეთს ეხუტება და რა იმედი გაქვს ყველასი და იმედს თავი დაანებე ჯერ რო გამოდიხარ სახლიდან უკვე გიხარია ყველას იცნობ, ყველას ესალმები, ყველა გამარჯვებას გეუბნება და კარგია რა. სენაკელს რო გითხოს, სენაკელიც მასე გეტყვის ალბათ. ყველა მასე გეტყვის, ავის ქალაქი გვაქვს, მაინტერესებდა პირველი სიტყვები რა. ჩვენაც გეტყვის და ერთი, ხო? ხო, მაგრამ ეხა თბილისზე ვერ იტყვი მაგას ყველა არ თბილისზე ხო, მაგრამ თბილისელები ამბობენ რომ ძალიან პატარაა თბილისიც. კი. მე მახსოვს აი კომენდანტის თბილისი პატარა ინდო ნახევარი საქართველოს თბილისში ცხოვრობს და თბილისი პატარა კი არა დაუპატარავდა ხალხს. თბილისი გადმოდის. ეგეთი ამბობი. მე მახსოვს კომენდანტის საათის დროს. გადმოდის კაცო ფოჩით საცხოვრებლად თბილისში რომ იკლავთ თავს ქუთაისში გადავნაწილდეთ და ყველას მაგერა ეს შევავსოთ ქვეყანა. დიდი ღომში ვზივართ ახლა 6 ადამიანი ვართ ოთახში და აქედან 5 ფოთელი ვართ. ძალიან კარგია. გამოიყვანეთ ისეთი იქით.
კი ბატონო. მე მახსოვს კომენდანტის საათის დროს გუშამ დაარღვია გახსოვს? კომენდანტი წაიყვანა ისე რა ქვია. კაი კომენდანტს ამ ხანაკი წავიყვანე საათი და 2 წუთით. 2 წუთით და არ მთელი ფოთი რო გადაგეფარა მე რა თქო. აი რო გამოვიდა ყველა. ეგეთი ხალხი არა, მაგიტომ მიყვარს. კი, რა თქმა უნდა. ყველაზე მეტად რა გაღიზიანოთ ერთმანეთში. ერთი შენ რომ მითხრა გადაზე და მე გეტყვით თუ გინდა ორივეზე. რა გაღიზიანეთ ფენში თუ ერთმანეთში რა გაღიზიანეთ? ბიჭო ამან იცის ხოლმე, ამან ეს მე გადავებოდა სიმეუტეზე. აი კარმა. და გაცვიდათ მე მაგრამ ეს რო გადავებოდა ამას რატომ არ მოუწია? ის არ მე გადავებოდა. შენი ეს რა შევა იცი ეს მე უნებოდა მე მიდი გადავეო იმასო. ხო? და მე ვაქეზებდი. აკეზებდი, ხო? ასე იცი სამა. და გუშასში ის არ მევასება ხოლმე დილის რწუთხაზეზე. ერთ რამეზე თუ ნერვები მოეშალა, შეუძლია მთელი დღე აყოლოს რაღაცას. ხის შემთხვევაში არ ხდება ხოლმე რომ მთელი დღე ასეა, მაგრამ კაროჩე დაუშვათ შენზე თუ რაღაცა გული მოვიდა და რაღაცა ერთ მომენტში რაღაცა მე უფრო მეტად შეიძლება მასეთი რაღაცები მითხრას წუდები ვიდრე შენ. კი, ეგ ვიცი. 1-3 საათი მჭირდება რომ გავიღვიძო. გაგვიძებაზე კი არა, გაგვიძებულის რო ხარ თუ გინდა და ახალ და თიულია რა. აი გაგვიძებული იყავი მაშინაც რომ შეიცი. ვიღაცაზე ან რაღაცაზე ნერვები მოგიშლება და всё მე დამთავრებულია წყალს. მაგარი კაცი. წყალს მე მაგარი კაცი ხარ, მაგრამ წყალს მე ამის მაგინდა და всё მორჩი რა. კი რა, ბაზარია რა. მადლობა. ეს მაგიზიანებს რომ მაგარი კაცი ხარ. ჩემზე კარგი რა არის მაგიზიანი და ჭამს წიგნი ხო? ხვარძლიანი ხვარძლიანი რა და მაგიზიანი ხვარძლიანი. ესა? კი, ამას შური ჭამს შიგნიდან. ეს დაიშლება მაგრამ. არა. ვერი გაწვიდეო. ეს თავზე რაც ვერ გავუშვათ. ხო, ეს ეწყინა მაგრამ რამდენი რამე უხარი ხვარძლიანი ვერკია, წელზე რომ უხარი იმაზე გამოიხერხა. გადაწყვეტილებას თუ ნანობთ ხოლმე. კი, მაგრამ ისე არა რომ გადავყვე რა, მინანია და всё. ისე რატო არ ვქენი, ესე რატო არ ვქენი, გონებაში გავივლებ, მაგრამ ის რომ გადავყვე და იმაზე ფიქრებ, მაგრამ ჩამსიკლოს ეგრე არა. აზრი აქვს. არა. არც არაფერი. იმიტომ რომ არასწორი გადაწყვეტილებებით ცხოვრობთ. და ბევრი მაქვს ეგეთი და მაგას თუ გადავყევი, ასე გადავარდები ამ სკამით. ნახე, და ვიждეთ ჯობია. კი ბატონო. წნევა გაგდება მიგაყირგებს შენს. სერისავი მოგვივა. სვანებული სერი. აბა, ცხანოს. მოკლედ იუთუბერებზე ვისაუბრეთ, რაღაც ნაწილი და მე მაინტერესებს, რას ეტყოდით იმ ადამიანებს, ვინც არ მოდის ჩემთან სტუმრად. შენთან ვინც არ მოდის სტუმრად? რავი, რისი ეშინიათ? რა გონიათ რომ აქ რა დახტებათ? რა გონიათ აქ რა დაგხდებათ? ას გიზამს გიორგია, ვა? ვა, რას დროს არ ყოფილვარ თან. საერთოდ გიორგისთან კი არა, ყველას უნდა მიხვიდი ალბათ ისანაც დააგიძახებენ გადაცემაში. პატივისცემა არა და კოლეგიალურობა. პატივისცემა შეიძლება პატივისცემაც ისეთი რაღაცაა, შეიძლება ვაფშე არ ვცემდე პატივს საერთოდ. ვაფშე მოგავდიეთ ახლა მესმის. საერთოდ არ ვცემდე პატივს, მაგრამ მივიდე და დავეხმარო, დახმარებაცა და შენთვისაც კარგია, მაგისთვისაც კარგია, რა ვიცი. რატომ ხო, რატომ არ უნდა მიხვიდე უბრალოდ მიზეზი რა არის? რატომ არ უნდა მიხვიდე? კი ბატონო. ბატონი ლაშა ფიქრობდა. ამწურავად გასწაპასუხე. არა, ვერავაცემ ამას ამ. რატომ არ მოდიან შენ გადაცემაში? არა, უარს რატომ ამბობ შეერთობაში და ისი გეშინია თუ ეგ ყველაზე სწორი პასუხი. რა ვიცი. ზოგს არ უყვარს ინტერვიუები. ო, ეგეც არის კი, ეგეც მესმის. ბოლოს YouTube-ს უყურებთ ქართულს, ვიცი. Top 5 გვერდი რო დამისახელოთ YouTube-ის და მე-5 ადგილზე ვის გაიყვანთ. ლაშან დაასახელოს. შენ არ უყურებ ვიცი ხო? მე-5 ადგილი. შენ არ შეგიძლია? ქართული არხი. Top 5 ქართული არხი? აკამდე პროფესიონალ ვარაგობი და ახლა მიმასახელები იგი. შენი გემოვნებიდან უნდა თვალაშა. ჩემი გემოვნება. აქ არასწორია, სწორი და არასწორი პასუხი. ტურო დავადოთ ხო შეიძლება? კი. ყველას ტუ დავადოთ. ყველას თუ დაედება? ხო. ვინ გინდა? თუ არ არსებობს ის რაღაცები თუ გინდა მაინც ტუსადები. გვერდებზე? არა ვი. ხუმრობ იგი. 5 იუთუბერი, top 5 არ არხი. 3-ს ვიტყვი. მიდი, მესამე ადგილი. 4-5 ვერ დაიმსახურა ვერა. მე მაინტერესებს თუ დაემთხვევა ჩვენი გემოვნება. რისი მიხედვით აფასებთ? არანაირად, ყველაფერი სუბიექტურია. ჯამში ყველაფერი ხო? ანუ რაღაცის მიხედვით. მე შეიძლება ვთქვა. საუბრის მანერა, ამით პირველ ადგილზე ეს არის. არა, კონტენტის ვინ საინტერესოს. ეგ შაშლა უკვე ხო. საერთოდ ჯამში ვის ყველა ეს რო შეაჯამო ეს ყველა ვინ გამოვა, კაი მოხარშა ვის. აი, მაშინ მე ვიტყვი ჩემთვის საუკეთესო
იუთუბერებს რა, ხო და მაგათი არხების შესაბამისად პირველზე გავიყვანდი ჰიტას. იმიტომ რომ არიან იუთუბერები, რომლებიც კლდები და ხტებიან, საოცრებას აკეთებენ, სასწაულებს აკეთებენ. და ჰიტა უყურე როგორი ადამიანია. ისეთ თემებზე საუბრობს, ისე საინტერესო საუბრობს, რომ უბრალოდ სავარძელში მჭდარმა შეუძლია აკეთოს ისეთი კონტენტი, რომ ხალხმა უყუროს სულ. ეს არის ძალიან რთული. რომ უბრალოდ იჯდე და კამერა გიდოს ესე და აკეთებდე საინტერესო კონტენტს. თან ჰიტ არის ძალიან სტაბილური იუთუბერი და მაგიტო მომწონს მაგაში, რომ ბევრ შრომობს, სტაბილურია და საინტერესო ვიდეოები აქვს. კი ბატონო. ეს გავიყვანდი პირველზე. მეორეზე ვის გავიყვანდი? მეორეზე გავიყვანდი გიორგი კოკაიას დიდი კვიზი. სად გამრია? მე ხო ისე ვარ, რა ქვია. ეს გეხუმრე გიო. მადლობა ვაში. სნიდია ხარ რა? რა არ უნდა სახელებინი. ვის გავიყვანდი მეორეზე? თან მე არ ვთვლი დიდად, ხო იცი ჩემთავს იუთუბერად. მე უფრო ვფიქრობ, კი ბატონო, ესეა, ზონა არის შეიძლება ინტერვიუერობა. ჩემი გვერდიც ათეულში არ შევიყვანო. იმიტომ რომ ჯერ პირველამდეა ჩემი არხი და მე იწყება პირველი მეორე მესამე. ესეთი ვარიანტი. რიგგარეშეა ხო? ჰიტა, გოტას ვიდეოები მომწონს. კი ბატონო. გოტა კარგ ვიდეოებს იღებს. გოტა ის ხო ბიჭი ხო აი დაკარგული სოფლები რო აი ახლა შენის მინარე. არ ვიცი თუ სწორად ვამბობდი არ მახსოვს სახელი, მაგრამ ეგ ვიდეო ვნახე და ძალიან მაგარი ვიდეოა. გოტა კარგ ვიდეოებს იღებს და ასეთ რაღაცებს არ ამოვენ. რაბანა კიდე ძალიან კაი იუთუბერი. ანუ არც ერთი დიდი გვერდი არ შეიყვანა ის. ხო, კაკოც კაი იუთუბერია, კაკოც ძალიან დიდი გვერდი აქვს. კაკო კარგი იუთუბერია. ძალიან დიდი გვერდია ხო? კაკოც ძალიან დიდი. უცნაური იყო ჰიტა, გოტა და რაბანა. ეს თქვი. ჰიტა, გოტა, რაბანა, ჰიტა, გოტა, რაბანა, კაკო და ღამის არდაფი. ჰიტა, გოტა და დოტა რო იყოს მესამე? დაალაგა. ღამის არდაფი არა, მეხუთეზე ჩვენი თავი არ შეიძლება. მეხუთე, მე7 გოუში. მეხუთე ჰამაკი. ჰამაკი. აუ კი. და მე ბასტოს გვერდით ძალიან საინტერესო. აი ბასტოს ძის და საუბრობს მაგრამ და აი ბასტოს თქმა მინდოდა, მაგრამ ბასტოს თქმა რომ მინდოდა, მე ჰამაკს ვერ წავედი და ჰამაკი იმიტომ ვთქვი რომ ბასტოში გიმთა. კი ბატონო. რა ვიცი, მადლობა ძმებო. კიდევ ერთხელ. პირიქით გიორგი, მადლობა რომ მოგვიწვია. წარმატებებს გისურვებთ. მე ვფიქრობ რომ ეგ სერიალი ძალიან კარგი გამოვა. და აი მე ძალიან დიდ რიცხვებში დავწერთ, კიდევ ერთხელ ჩავწეროთ რა. მეორე სეზონი როდის გამოვა, ეხით ვარო დაისმება, მაშინ ჩავწეროთ შემდეგ გადაცემა. პირველი სეზონის დამთავრების შემდეგ გესტუმრებით. კი ბატონო. დიდი მადლობა, გეტყვით კიდევ ერთხელ. რა უცნაურია, ნახვები მაქვს და ლაიქები არ მაქვს. მართლა, მე ეს ლაიქეთ მე რო უყურებ, რა ეს საერთოდ ხო იცი მართლა, ქართველი ხალხი სიზარმაცით გამოვირჩევი და თუ უყურებთ, ანუ მოგწონთ და თუ მოგწონთ, მართლა ერთი თითი მიატყით და დაალაიქეთ. სათო აი ცი მე და ლაიქებულებში ხო ინახავს და დაიწყება სიმღერებს ინახავენ, გაიგე? მე ეგრე ვარ, მე ჩემ გადაცემებზეც ეგრე ვარ რა. რაღაცას ხო ალაიქებ და ძირითადად ალაიქებულებში პლეილისტი მაქვს, ესეთი მოუწესრიგებელი პლეილისტი მაქვს, რომ ალაიქებული ვიდეოებიდან უსმენ სიმღერებს და მე რაღაც ვიდეო რო შემხლება ხა აბაზანაში რო ხარ და უცხადო რო ჩაირთვება რაღაცა. ჰიტა რო ჩაირთვება მაგალითად პირამიდებზე რო ბაზრობს და რო აბაზანაში რო იბა. ხო ვერ მოსმენ და მე unlikes ვუკეთებ. მაგრამ დღეიდან მეც თქვენთან ერთად შევიცვლები და დავალაიქოთ ვიდეო გამოიწერეთ ახლა. შემქმნი პლეილისტს წავყიდე. რასაც მოგწონთ თუ უყურებთ და დაასაპორტეთ ვარიმ. დიდი მადლობა დღეს ჩვენთან სტუმრად იყო ღამის არდაფი და ჩვენ ახლა წავალთ და FIFA-ს ვითამაშებთ. ხო? მე არ ვიცი. შენი US-ს უყურე.